რაც ფიქრობთ ღარიბას თემაზე, როგორც საგარეო საკენკი და არა საშინაო. ამაზე იგივე ვფიქრობ, აი, ამითაც ხო ბატონი ბიძინა თავის სიკეთეს ამტკიცებს რა. წარმოიდგინე, ხალხს შეიძლება უვადოდ იჭერენ ბუჩქზე, ანუ ბუჩქის ზომას გააჩნია. ანუ შეიძლება უვადოდ დაგიჭირონ რა. აფის მოპარვაზე ხალხი 4 წელი, 3 წელი ზის ციხეში. ცოლის ცემაზე ზის 6 წელი. კაცმა 7 მილიონი წაიღო, პრემიერ-მინისტრი იყო, 7 მილიონი წაიღო, ის წაიღო, ეს წაიღო, რაღაცა და სულ რაღაც 5 წელი განაისვა არ დასაჯა. მაგრამ როგორ კეთილად? არ ვიცი, მე ღარიბას თემასთან დაკავშირებით გონია რომ ეს არის ქართული ოცნების შიდა მენეჯმენტის საკითხი. ანუ ჩვენი პრობლემა, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი კრიტიკაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში ბიძინას რა დაუშავა ღარიბაშვილმა. მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. ანუ ეს არის შიდა პარტიის შიდა ურთიერთობების დალაგება, შიდა პასუხისმგებლობა და სასჯელი. მაგრამ ეს იმიტომ არის შიდა, რომ ჩვენ არასდროს არ გვეტყვიან რის გამო ხდება ეს. ჩვენ გვითხრეს რომ ეს ხდება იმის გამო, რომ თუნდაც გაუფორმებელი ბიზნესი ქონდა და დეკლარირებული არ ქონდა ღარიბაშვილს, ეს გვითხრეს, ამიტომ იცეს და არ გამოდის ეს მე რომ დავიჯერო რომ აი ამის გამო ედავებიან ამის გამო, მაშინ არ არის კეთილი თლათ ეს აქციები. შენ მე მგონი ცოტა გადააჭარბე, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით უკან რა დგას. შედარებითია. ჩვენ ხო არ ვიცით უკან რა დგას. ეს არის მთელი პრობლემა და ამიტომ არ ვიცით ღარიბაშვილის თემასთან დაკავშირებით რა დგას. მგონია რომ ის მიზეზი რაც გვითხრეს არაფერ შუაშია, მაგრამ დანარჩენ ახლა სპეკულაციას ვერ დავიწყებ, არ ვიცით. მთელი პრობლემა და ამიტომ გჭირდება სამართლებრივი სახელმწიფოს საბრძოლო შინაარსი და გვეუბნებოდნენ მაინც ამას. სასამართლოში მაინც ირჩეოდეს. ხო, სასამართლოში მაინც ირჩეოდეს, სადღაც ირჩეოდეს.